მაი ჩემთვის უკვე აი ესეთი აი ძველი და დამღლელია რომ შენ ელაპარაკე მეტაფორის ენით, რამდენიც გინდა ილაპარაკე. შექსპირის ენით, შილერის ენით, ამის ენით, ოღონ ნუიტყვი რომ თავისუფლება პატიმრებს და იქვე კანონია რომ აღარა გაქვს ამის უფლება, იმიტომ რომ შენ თავს ახვევ ვიღაცას რაღაცას. ეს არის ისეთი კატასტროფა. ეს რას ნიშნავს ცით 5, 6, 7 წელიწადში ახალი თაობა რომ ის ჩათვლის რომ არ აქვს საერთოდ პროტესტის არც ველი, არც უფლება და არც სურვილი. ეს ნინო კასრაძეა, მსახიობი. ყველაზე მეტად რასაც მე ამ ხელისუფლებას ვსაყვედურობ და რაზეც ვარ აი გაუგნებული რომ ხდება რადიკალიზაცია საზოგადოების სხვადასხვა ფენების. ეს არის ასევე მათთვის ძალიან საშიში. ეს არის საბედისწერო პროცესი, როგორ ხდება ხალხის ერთმანეთთან დაშორება. ნინო რამდენიმე დღის წინ საკმაოდ შთამბეჭდავი სიტყვით გამოვიდა პოლიტიკური პარტია თავისუფლების მოედნის მიერ ორგანიზებულ საზოგადოებრივ ფორუმზე და შეეცადა კულტურაში არსებული პრობლემებისკენ მიექცია იქ შეკრებილი ადამიანების ყურადღება. ჩვენ ყველა ხელოვანები გვგრძნობთ, რომ საერთოდ არ იციან ჩვენი პრობლემების შესახებ არაფერი. ცენზურა თეატრებში, განსხვავებული აზრის დევნა კულტურული ინსტიტუციებიდან და ხელოვნებამ, როგორც საზოგადოებრივი ცხოვრების ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილი. ეს არის საკითხები, რომლებზეც ფართო საზოგადოებასთან საუბარს ის მნიშვნელოვნად მიიჩნევს. პროტესტი რომ არანაირი არ ყოფილიყო, ბოროტება მეტი არ იქნებოდა. ეს ცენზურა, რომელიც არის ჩვენში, რყმნის ჩვენ სფეროს. ვერ ამბობ თავისუფლად რაც გინდა და აი ამ წვალებაში მე ჩემ თავზეც შემიჩნევ ეს რა უბედურება, როდესაც რაღაცას გიჭირს თქვა, არ თქვა და წლების მანძილზე. აქედან რომ გამოვა ადამიანი იმის ისევ უკან დაბრუნება ძალიან ძნელია. და აი ამ ინტერვიუში ჩვენ ვსაუბრობთ იმაზე, როგორ შეიცვალა თეატრების ცხოვრება მათ წიაღში საპროტესტო მოძრაობების გაჩენის შემდეგ, როგორია დღეს კულტურის პოლიტიკა და რას კარგავს ხელოვნება არადემოკრატიულ გარემოში. დღეს გამოდის რომ ცოცხალი არის მარტო ის, ვისაც სახელმწიფო აფინანსებს. როდესაც პროტესტი დაიწყო, ეს იგი აღშფოთებული იყო რაღაც ნაწილი, რომ ეს რა თავხედობაა, რაღაცა თქვენო პროტესტსაც აკეთებთ. აჩერებთ პროცესს და კიდე ხელფასი იღებთო და ეს არის ცოდნის სიმცირე. ეს პროტესტი და ეს ბოიკოტი არის ერთ-ერთი ჩვენი ლეგიტიმური უფლება. გაფიცვის უფლება. ეს არის სასაუბრო ენა სახელმწიფოსთან. მე შენ დაგიქირავი, შენ მე არ მისმენ, მე ეს ბოიკოტს ვაკეთებ და ამით პროტესტი გაფიცვა, რომ მე შენ გაიძულო, ჩემ პრობლემას ჩაგახედო. ჩვენ ეს არ გამოგვივიდა ეს ბოლომდე, იცით?